მოგესალმებით მოგესალმებით. მე ჩვენს მაყურებელს მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში იმას უპასუხებ, რომ დიახ, მზად ვართ. იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც უკანასკნელი 2 წელია განსაკუთრებით ამ ქვეყანაში დგას, აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის მზად ვართ, ყველა ასეთი სცენარისთვის ვემზადებით. მოლოდინი არის ძიმე მოლოდინი არის იმისა, თუ ლოგიკურად საითქანაც მიედინება მთელი ეს პროცესი. მოვიშველიებ ნებამბოს კონკრეტულად სახელი არ გითხრათ, მაგრამ უახლოეს დღეებში ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატის მიერ ნათქვამ ფრაზას, რომ არ მეგონა, რომ ჩემი დიპლომატიური კარიერის მანძილზე 30-იანი წლების რეპრესიებს მოვესწრებოდი. სადმე და აი აქ მოვესწარიო. ამის ელფერი აქვს, სხვა არაფრის ელფერი არ აქვს. აბსურდულობის იმ ხარისხს, რაც მიდის აი ამ ეგრეთ წოდებული ჟესტიკულაციის და თვალის პაჭონის პროცესზე, აბსურდულობის ეს ხარისხი შეეფერება მხოლოდ ტოტალიტარული სტალინური რეჟიმის დროს 30-იან წლებში რეპრესიებს. ანუ აბსურდი თან აი რაღაცა ხო არის, რაღაც ორველიანური ბოროტი აბსურდი არის, სადაც ადამიანები, რომლებიც ქალბატონო იდგა ალბათ ამეთანხმებით, იმიტომ რომ იშვიათია თქვენი გამოცდილების ჟურნალისტი ქართულ რეალობაში, ის ადამიანები, რომლებიც არის ეროვნული მოძრაობის დროიდან მოყოლებული. ყველა ჯოჯოხეთის ბორბალი, რაც ამ ქვეყნის თავზე დატრიალებულა, ყველგან არასწორ მხარეს დგომი ხალხი, სხვადასხვა თაობის, პირდაპირ ვიტყვი, სუკის აგენტები, სხვადასხვა თაობის კრემლის აგენტები გაერთიანდნენ რაღაც ერთ კონგლომერატში და დღეს ივანიშვილის დაკვეთით ეს რაღაცა კოლექტიური ნანა კაკაბაძე, გოგა ხაინდრავა ხალხი, რომელიც არ ვიცი, მიტინგების დახვრეტას ესარჩლებოდა, ჯაბა იოსელიანის ადვოკატები იყვნენ, სოხუმი გამოზიდეს ომის დროს. აი ეს რაღაცა პირდაპირ ვიტყვი პოლიტიკური ნალექი და პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოსაჩენი ხალხი დღეს არის ის ადამიანები, ვინც ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს პირველი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერის ზვიად გამსახურდეს თანაგუნდელს ორ პარტიაში ბადრი ჯაფარიძე დამყოფი, ერთი მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო და მეორე ლელო. და ბადრი ჯაფარიძეს დღეს ნანა კაკაბაძე ასამართლებს ქალბატონო ინგა. ნანა კაკაბაძე იძახის რომ ბადრი ჯაფარიძე არათუ უბრალოდ ის არის, რა ქვია, რაღაცა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედია, ნანა კაკაბაძე ვინ დაამხო. ბადრი ჯაფარიძე რა ხელისუფლების ნაწილიც იყო, ის ხელისუფლება დაამხო იარაღით, რა ვიცი, ადამიანები რაღაცა იმაში ჩაყარა, რა ქვია, დახვრეტილ მიჯილ საკნებში აწამეს ადამიანები, რა უბედურებას დატრიალდა და ამ ყველაფრის თავში იდგა. ამ ყველაფრის გამმართლებლების და აი რაღაცა ამის მესვეურების სიაში იყვნენ. იგივე გოგა ხაინდრავა, იგივე გელა ნიკოლაიშვილი და სხვები და ეს ადამიანები, ნუ იქ არიან ახალი თაობის დამსმენებიც და ცუდი ხალხი, მაგრამ აი ეს პარადოქსი უბრალოდ, რომ ბადრი ჯაფარიძეზე ამბობს, რომ ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა და ქვეყნის დამხობა უნდა და ადამიანები ვინც დაამხო ბადრი ჯაფარიძე კანონიერ. აი ეს საინტერესო იყო დღეს გაკეთებული კომენტარები, მე შემთხვევით არ გამოვიტანე ეს ფრაზები. ბატონ ნიკოლაიშვილის ხვებთან შედარებით საკმაოდ ძლიერია, ხელები დაიბანა დღეს მე არაფერი პრევენცია მოვახდინე. ხო, პრევენცია მოვახდინე, ეს ხო თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურმე პრევენციის გამო სარჩელი შედის პროკურატურაში, რის საფუძველზე შემდეგ ოპოზიციის 8 ლიდერი უნდა აღმოჩნდეს პატიმრობა მისჭილი. აი აქ იყო ძალიან საინტერესო აქცენტი, ეს ეხებოდა სამოქალაქო ომის ხსენების თემას. ანუ გამოძიების დაწყების მოთხოვნის მიზანი იყო ის, რომ არ მისულიყო საქმე სამოქალაქო ომამდეო. ამას ეუბნებოდა დღეს ჟურნალისტებს და ამ დროს მთელმა ქვეყანამ იცის და ვისაც დაავიწყდა, ალბათ ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ ის დიდი პროტესტი, რომელ აქციებზეც არის საუბარი, რეალურად 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადებით, რომ ისინი აჩერებდნენ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. მაგრამ ესე შემობრუნდა ახლა საკითხი და ჩვენ ვხედავთ, ხო, ვამბობთ აბსურდი, ხანდახან გვეცინება, მერე უკვე ვბრაზდებით, უკვე სასაცილოც აღარ არის, გაუგებარი მოწმეები, სრულიად გაუგებარი ბრალდებები, მაგრამ ვიცით, რომ გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც იქნება, ხო? როდესაც ივანიშვილი გადაწყვეტს, როგორც ერთი კაცი. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, თაზო? ალბათ გაქვთ, ხო, თქვენი ინფორმაციაც, რა აქვთ მათ გადაწყვეტილი? ძალიან რთულია და უმადური საქმე არის ივანიშვილის აზრების განჭვრეტა, მაგრამ ნუ იქ საიდანაც მიდის მთელი ლოგიკურად ეს პროცესი და რასაც ახლა რაღაცა კამერების და ოფიციოზის მიღმა ამბობენ იგივე აი იმ სტრუქტურების წარმომადგენლები, ეს არის რომ რაღაცა აგვისტოს თვეში აი ამ რაღაცა გიჟური ტემპით ბოლოში უნდა გაიყვანონ ეს აბსურდი და ამ აბსურდის მიზანი არის რომ აბსოლუტურად ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, ვისაც შესწევს უნარი, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში დაამარცხოს და მოაშოროს ამ ქვეყანას, ყველა ფაქტიურად პოლიტიკური ლიდერი ციხეში უნდა აღმოჩნდეს და ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს ქართული ოცნების დამარცხება
იგულისხმება პოლიტიკურად, ყველა ეს პოლიტიკური ძალა უნდა აიკრძალოს. აი ეს არის ის და ეს ხერხართ და უყურებთ ამას და ეგუებით, რომ იცით, რომ გარდაუვალია პატიმრობის მისჯა, აი მე რა ხდება? თუ კი ყველაზე გადაწყდება პატიმრობა, სხვა შორის ეს იმასაც ხატყობს, ვინ შემოვა თუნდაც ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც რაიმე პატარა დისკომფორტს მაინც გაუჩენს ქართულ ოცნებას, მათაც რაღაც ბრალს მოუგონებენ. ამ 8 პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ ეხლა ჩვენ, მაგრამ უკვე გვესმის კიდევ დამატებით სხვა გვარები, ხო? გახარია, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი ქადაგიძე, ანუ 8-ზეც უნდათ მათზე განავრცობენ. ხო, ამას შინაარსი ხო არა, ეხლა რაც ხდება რეალურად. ქვენზე, ჩემზე, ეკოზე, ძალიკოზე, ნებისმიერ ადამიანზე. მნიშვნელოვანია ქალბატონო, ინგა რომ აი ამ რაღაცა დიდი ფონის მიღმა, თქვათ აი რაზე არის ლაპარაკი, ხო? იმ პროცესზე რაზე მიდის ლაპარაკი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმის პარალელურად, როდესაც აი ხა გია ვოლსკი რაღაც პარლამენტის ტრიბუნიდან ყელყელაობს და ლაპარაკობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენით და რაღაცა ფორუმზეა წასული ქალბატონი ბოჭორიშვილი და აი ამ იმიჯს ქმნიან და ისტერიულად ცდილობენ რომ რაღაცა ტიპის ლეგიტიმაცია მოიპოვონ დასავლეთში და შეერთებულ შტატებში მათ შორის. უნდა გესმოდეთ რომ აი ამ პროცესზე ეს ადამიანები და სხვებიც ამბობენ რას და პროკურატურა რაზე ამყარებს თავის ბრალს და სასამართლო რის მიხედვით გამოიტანს განაჩენს. რომ აი ეს 8 პოლიტიკოსი პლუს ყველა ჩვენ პოლიტიკური პარტიები პლუს თქვენ ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთად ვართ ერთი დიდი შეთქმულების ნაწილი, რომლის სათავეში დგას ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, ქალბატონო. ამას ხდომაზე პირდაპირ ღიად ამაზე მიდიოდა საუბარი. კილიდეგნანი აგენტი და სქემა არის ეს, რომ აი სქემა არის ეს რაღაცა დეტექტიური ფილმებიდან, რაღაცა შპიონების ფილმებიდან. სქემა ეს არის მართლა, რომ შეერთებული შტატები არის საქართველოსადმი მტვრულად გამწყობილი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს შექმნა ქსელი აგენტურული, რომელსაც შედნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჩვენი ერთობლივი მიზანი იყო სახელმწიფოს დამხობა. ამას ამბობს ხალხი, რომელიც ემსახურება პირდაპირ რუსეთის ინტერესებს და ანგრევს ქართულ სუვერენიტეტს. ანუ იმ ქვეყნის შეერთებულ შტატებზე ხო ამბობენ რომ ტერიაო ამბობს შეერთებულ შტატებზე ხალხი, რომელიც ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, იმ ქვეყნის, რომელსაც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენი ნების წინააღმდეგ სამხედრო ძალა აქვს განთავსებული რუსეთის 1000-ობით ჯარისკაცი საქართველოს ორ ოკუპირებულ ზონაში დგას და ამის პარალელურად ქართული ოცნება რას აკეთებს? ერთის მხრივ საქართველოს აქვს რეგიონში ყველაზე დაბალი სამხედრო შეიარაღების ბიუჯეტი, სომხეთს ჩამორჩება 2-ჯერ, აზერბაიჯანს 7-ჯერ ჩამორჩება. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად თლიანად დამოკიდებულია რუსეთზე, ანუ აქაც ღალატია, აქაც ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. საქართველო ხორბლით, საწვავით, ყველა ძირითადი კრიტიკული სასურსათო თუ სხვა მოხმარების პროდუქტი დამოკიდებულია ფაქტიურად 80-დან 100%-მდე რუსეთის ფედერაციაზე, ანუ ერთგვარ საბოტაჟი რომ მოაწყოს ან ენერგეტიკული, ან სასურსათო, საქართველოში ერთგვარში არც პური არ იქნება და არც ელექტროენერგია, ან გაზი არ იქნება, ან საწვავი, აი ამ ვითარებაში ვართ და აი ამის ყველაფრის მესვეური საქართველოს აკარგინებს პარალელურად აი ამ პროცესზე, რაც გითხარით, სამხედრო ბიუჯეტის განადგურება, მინისტრი ყავდა, რომელიც ძარცვავდა ჯარის საკვებს, ხალხის საკვებს იპარავდა. იმის ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად საომარ ვითარებაში ვართ, რაც არ უნდა გვეძახოს ქართულმა ოცნებამ, აი ეს რაღაცა ტყუილი, რომ აი ის რაშიც ეხლა ვცხოვრობთ, ეს არის მშვიდობა. მეგობრებო, ვერ არის მშვიდობა. მინიმუმ 300,000 ქართველისთვის, რომელიც იძულებით გადაადგილებულია თავის სახლებიდან, ეს მდგომარეობა მშვიდობა არ არის. მშვიდობა არ არის ეს მდგომარეობა მათთვის, ვისი ოჯახის წევრები გააუპატიურეს ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს მდგომარეობა მშვიდობა არ არის იმ ადამიანებისთვის, რომელიც ყოველ დღე კვეთავენ საოკუპაციო ხაზს, იმიტომ რომ არ დატოვონ თავის სახლები გალში. არ არის მშვიდობა იმ ადამიანებისთვის, ქალბატონო ინგა, რომელიც ეხლა ციხეში ზიან, იმიტომ რომ რაღაცა ფურცელი ისროლეს, იმიტომ რომ ბატონი მენთეშაშვილი იდგა ტროტუარზე აქციის გამო და იმიტომ რომ ის ივანიშვილის მხარეს არ არის, ეხლა ერთი წელი ციხეს ითვლის. მშვიდობა არ არის მზია ამაღლობელისთვის და არც ერთი მისი ოჯახის წევრისთვის. ადამიანს, რომელმაც შეფურთხებას და დედისგინებას სილის გაწვით ქალმა მამაკაცზე უპასუხა და ეხლა ამის გამო ციხეში ზის. ეს მშვიდობა არ არის. შეუძლებელია მშვიდობა იყოს მარტო ერთი კასტისთვის და მეორესთვის არ არსებობს და ეს ყველაფერი გაყიდო მშვიდობად. ეს არის ბოროტება. ეს არაქრისტიანული და როგორ უპირისპირდებით ამ ბოროტებას? თაზო, მე იმიტომ მკითხეთ, ანუ სხეთხართ და უყურებთ, არა, არც მიფიქრია რომ გაიქცეოდით, არაფერი ამ შეკითხვაში გასაქცევი. სხეთხართ და უყურებთ, ელოდებით, როდის დასრულდება ეს მიმდინარე სასამართლო პროცესები და გამოიტანენ გადაწყვეტილებას, რომ ყველანი ციხეში. მერე რა ხდება, ანუ
ბრძოლა გრძელდება ყველა შემთხვევაში. როგორ თუ კი თქვენი ლიდერების თაობაზე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება, თუ კი სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან მიმართებაში იქნება ეს გადაწყვეტილება, თუ ამას მოაყოლებენ უკვე სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოთი პარტიების აკრძალვას. აი, როგორ წარმოგიდგენიათ მერე, როგორ გრძელდება? ყველანაირი პათეტიკის გარეშე გეტყვით, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და მანამ სანამ პირში სული გვიდგას. და ეს არ არის რაღაცა ესა სადღეგრძელო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, ალბათ დამეთანხმებით და თქვენს ადევნებთ თვალყურს, რომ ლელუდ ლიერ საქართველოში ჩვენი კოალიცია აგრძელებს ლაპარაკს თქვენი ეთერით ქალაქებში, სოფლებში, თბილისში, აბსოლუტურად ყველა რეგიონში იქნება ეს ირაკლი კუპრაძე, ფიქრია ჩიხრაძე, ჩვენი სხვა ლიდერები, ევროპის დედაქალაქებში, სადაც მეგობრები გვეგულება, ნამდვილი მეგობრები ამ ქვეყნის, თბილისის ყველა უბანში, მათ შორის სატელევიზიო ეთერებით ველაპარაკებით მათ პრობლემებზე და იმაზე, რომ მათი პრობლემების სათავე არის ეს ყველაფერი. არავის არ ეშინია დღეს ამ ვითარებაში, არავის არ სიამოვნებს, სიგიჟია, რომ პოლიტიკოსებს, ვინც რა ვიცი, ეხა არ გვიცხოვრია იმისთვის, რომ ციხეში ჩავждეთ, არ ვაშავებთ და თან არაფრის გამო ციხეში ჩავждეთ, ვინმეს ეს რაღაცა მოსწონდეს, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. ნება მიბოძეთ, რომ დეტალურად არ გითხრათ რა არის ის გეგმა, რომელსაც ჩვენ გავყვებით, მაგრამ მინდა დაგაკვირდეთ, მაგრამ ამი ალტერნატივას დაახვედრებ, თუკი ამ ტიპის გადაწყვეტილება იქნება ხო რაღაცა ბევრი სხვა საქმე რომ პარალელურად თან ამ სასამართლო გადაწყვეტილებისა აკრძალონ კი. იმ ვითარებაში, როდესაც აი აქ ვართ, სადაც ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალისხმევის და საქმის უდიდესი ნაწილია ის სტრატეგიული დაგეგმარება, რომ ყველა მოცემულობაში და უმძიმეს მოცემულობაში და პირველ რიგში ყველაზე მძიმე სცენარში გავთვალოთ როგორია ჩვენი მოქმედების გეგმა და ჩვენი მოქმედების გეგმა არის გავაგრძელოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. გავაგრძელოთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის გადარჩენისთვის ბრძოლა და ეს გადის რაზე? ეს გადის იმაზე, რომ ჩვენ ამ ქვეყანამ შეინარჩუნოს თავის ევროპული არჩევანი, ის გზა, რომელიც არის ერთადერთი სწორი გზა და რომელსაც დღესაც კი აი ამ აღვირახსნილი პროპაგანდის პირობებში 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ იქ ხედავს ერთადერთ გამოსავალს. დაუპირისპირდეთ რუსულ ოკუპაციას. შეხედეთ, ესეც პარადოქსი არის. ესენი ყოველდღიურად, აი უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და ანგრევენ 40 წლიან ძალისხმევას ქართული დიპლომატიის და პარალელურად რუსეთისკენ რამე კი არ უმჯობესდება. რუსეთი ახალ ფაზაში გადადის ანექსიის და თქვენს კარგად მოგიხსენებათ ქალბატონო ინგა როგორ გახშირდა მოსკოვში და ცხინვალში ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი გახდეს სრულფასოვანი რუსეთის ფედერაციის სუბიექტი და გაუერთიანდეს რუსეთის ფედერაციას. ანუ აი ვასალურ დამოკიდებულებებს ამ მონურ პოლიტიკის ყველაზე ნათელი მაგალითი ეს არის, რომ კაცი რომელიც ეხა აი ამ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი უნდა გახდეს, პუტინი უჭერს მას მხარს კანდიდატი იძახის, რომ უნდა გავაერთიანო დანარჩენ რუსეთთან ცხინვალის რეგიონიო. ამას უნდა დაუპირისპირდეთ. ამას უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენ პოლიტიკური პროცესით, ქალბატონო ინგა. შეხედეთ, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და ყველასთან თანამშრომლობისთვის ღია თუ არა, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან პირდაპირ მინდა გითხრათ. ჩვენ ძლიერ საქართველოში ეს სტრატეგია ავირჩიეთ და ამ სტრატეგიას მივყვებით ბოლომდე. გვაქვს რა თქმა უნდა კრიზისული გეგმაც, გვაქვს ხედვა როგორი უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ამ მოქმედების მთავარი ხაზი არის და ამ დეტალებში არ შევამბობ, მაგრამ მთავარი ხაზი არის რა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ვართ პოლიტიკური პარტია და უნდა ვაკეთოთ პოლიტიკური პროცესი. ჩვენი წილი საქმე ამ ქვეყნის გადარჩენაში არის ის, რომ პოლიტიკური პროცესი თუ გაგაკეთებინეს პოლიტიკური პროცესი, თუ არა საბოლოოდ თუ არ გაგრიყეს ამ პოლიტიკური ველიდან, ანუ მესმის, როცა თქვენ ამბობთ, რომ გაქვთ არჩეული თქვენი გზა, მესმის ეს არის არჩევნების გზა. ბევრჯერ უთქვამს და გაუკეთებია ამის შესახებ განცხადება თქვენს პარტიას, მაგრამ აი ეხლა, როდესაც გარეთ არის 2026 წელი, როდესაც შესაძლებელია ნახევარზე მეტი ადამიანი პოლიტიკური სპექტრიდან აღმოჩნდეს ციხეში, მეორე ნახევარი ისედაც ამ წუთასაც ციხეშია და კიდევ ბევრი ადამიანი დაემატოს პოლიტიკური მძევლების რისკს, აი ცოტა ადრე ხომ არ არის, თუნდაც ეხლა ამის ასეთი ხაზგასმა, რომ კი ყველა ვარიანტში არჩევნები იქნება ჩვენი ერთადერთი გზა, იმიტომ რომ თუ ყველანი ციხეში წახვედით, თუ კი გაგაუქმეს, თუ კი ეს კალენდარული არჩევნები გესახებათ მაინც გამოსავლად, მაშინ რა აზრი აქვს 2028 წელს ჩასატარებელი არჩევნები, ვიდრე მოსულა 2 წლით ადრე ივანიშვილს უთხრათ, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოვდივართ არჩევნებს. არა, შეხედეთ ორი რაღაცა, მესმის თქვენი კითხვა და თქვენი პოზიცია.
ორი რაღაცა. ამიტომ ვახსენე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და სანამდე პირში სული გვიდგას, მანამდე ამას გავაკეთებ და ამიტომ ხაზგასმით არ თქვი არჩევნები და თქვი პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური მე ეს ამოვიკითხე პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ თქვენ გაცხადებული გაქვთ რომ არჩევნებზე გახვალთ ყველა ვარიანტი, ვადამდელი იქნება თუ კალენდარული. იმიტომ რომ ჩვენ გვესმის ესე, ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, ჩვენ ვართ პოლიტიკოსები. ჩვენ ლეგიტიმაციას ხალხიდან ვიღებთ საარჩევნო გზით. მანამ სანამ არჩევნები გაუქმებული არ იქნება საბოლოოდ ამ ქვეყანაში. მერე რა იქნება ის მერე ვნახოთ, მაგრამ მანამ სანამ არჩევნები იქნება ამ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. მათ შორის 250.000 სესხი გაუძვირდა წინა თვეში, იმიტომ რომ ინფლაცია შეენარჩუნებინა. ინფლაცია კიდე ყოველთვიურად იზრდება, ქალბატონო ინგა, 6-7%, ხორცპროდუქტებზე 10%, თევზეულზე 20%. ანუ კატასტროფაში ცხოვრობს ამ საზოგადოების უმრავლესობა, ვინც ჯიბგირობით არ არის დაკავებული, თაღლითობით არ არის დაკავებული და ბიუჯეტის ფულის პარვით არ არის დაკავებული. ამიტომ ამ ადამიანებს ლეგიტიმაციის მოცემის ერთადერთი სწორი პირდაპირი გზა აქვს არჩევნებით და ჩვენ ამ გზას გავუყვებით ხო და ადრე ხო არ არის, ანუ 2 წლით ადრე ამაზე ღიად ესე პირდაპირ ხაზგასმით განცხადების კეთება, იმიტომ რომ თუ კი მე შენ გიჭერ, თუ კი მე შენ გაბრალებ შენი სამშობლოს ღალატს, თუ კი გიჭერ და გაბრალებ რომ შენ ხარ ჯაშუში, თუ კი ვიცი რომ არჩევნებს მაინც ისე ჩაატარებ როგორც აქამდე ჩაგიტარებია, ადრე ხომ არ არის რომ დამიჭირე, გამაუქმე, მაგრამ მე მაინც ვემზადები არჩევნებისთვის. ანუ მათი თამაშის წესებში შეყოლა ხომ არ არის ეს? პირიქით მგონია ქალბატონო ინგა, პირიქით მგონია ამ ყველაფერს აკეთებს, იმიტომ რომ ჩვენ გაგფთიშოს მთლიანად პოლიტიკური თამაშისგან. რა თქმა უნდა, გაგვანადგუროს პერსონალურად და ამ შემთხვევაში პირველი ხაზის ლიდერები გაანადგუროს პერსონალურად და გაგფთიშოს პოლიტიკური თამაშიდან. რაც თქვენ თქვით, მე საპირისპიროდ მგონია, რომ ამ ყველაფერს აკეთებს, იმიტომ რომ მთლიანად გადაგვიყვანოს პოლიტიკური პროცესის რელსებიდან. მოკლას ეს პოლიტიკური რომ არჩევნებისთვის აღარ დარჩეს რეალურად პარტია, რომელსაც შეუძლია რომ რაღაც მინიმალური პროცენტი მაინც აიღოს? კი ბატონო, აბსოლუტურად ყველა გავთიშოს პოლიტიკური პროცესიდან, მთლიანად გადაგვიყვანოს ამ რელსებიდან, მოკლას ეს პროცესი და მოკლას არჩევნები. ამისთვის აკეთებს ამას, მას თუ კონკურენტი აღარ ეყოლება, მაშინ მისი ველი მოსუფთავებული იქნება. მე მგონია საპირისპირო, ადრე მგონია ლაპარაკი ის, რასაც ვხედავ უკანასკნელი დღეები და თქვენც ხედავთ სოციალურ ქსელში და ჩემი გარკვეული კოლეგებისგან, იგივე ალიანსიდან ან სხვებისგან, ვინც აი ეხა დღეს თესავს ნიჰილიზმს არჩევნებზე, რომელიც შეიძლება ჩატარდეს 2028 წელს. აი ეს მგონია ადრე, აი ეს მგონია უადგილო, აი ეს მგონია მავნებლობა, რომ ამ საზოგადოებას, რომელსაც აი ეს უბედურება ჭირს, რაშიც დღეს ცხოვრობს, უკანასკნელი ყველანაირი იმედი მოუკლა, რომ არსებობს გზა ამ ყველაფრიდან გამოსვლისა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ყველაფრიდან გამოსვლის გზა არის პოლიტიკური. მე ნანა კაკაბაძის გზას არასდროს ცხოვრებაში არ გავყვები. ღმერთმა დაიფაროს ლელოძლიერი საქართველოს ნებისმიერი წევრი და ნებისმიერი ამ ქვეყნის მოქალაქე, რომ ვინმეს კიდე ნანა კაკაბაძის გზაზე წასვლა მოუნდეს, ჯაბა იოსელიანის გზაზე წასვლა მოუნდეს, გელა ნიკოლაიშვილის და თენგიზ კიტოვანის გზაზე წასვლა მოუნდეს. ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, აქეთკენ წავიდეთ. ამიტომ არის პასუხისმგებლიანი პოზიცია, რომ ვილაპარაკოთ დღეს იმაზე, თუ პოლიტიკურად როგორ დავასრულებთ აი ამ რუსულ სუკის მიერ მართულ რეჟიმს საქართველოში. აი ამაზე გადის მთელი ეს გზა და არა იმაზე, რომ დღეს ვილაპარაკოთ, რომ არაფერს აზრი არ აქვს. და ვის ჯერა მართლა ილუზია მთავარი ამ ქვეყანაში, რაზეც ლაპარაკობენ, არის ის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ივანიშვილმა უკეთესი არჩევნები ჩაატაროს. უკეთესი არჩევნებისკენ მივწავიდეს. და მოდი ვაღიაროთ ეს, რომ ჩვენი მთავარი გზა არის პოლიტიკური პროცესი და ამის კეთება. აქტივისტებმა უნდა სამოქალაქო მუხტი შექმნან. არასამთავრობო სექტორმა უნდა თავისი საქმე გააკეთოს, მიუხედავად ამ ვითარებაში, ხო ხედავთ, რომ მაინც აკეთებს, არა? ამ თავის საქმეს ამ კანონების შესაბამისად. თქვენ არაჩვეულებრივად აკეთებთ თქვენ საქმეს და ვიცი, რომ ასე იქნება, მანამ სანამ ეს ტელევიზიები და ეს მედიები იარსებებს. ამიტომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ამ ქვეყნის გადასარჩენად, ეს არის უბრალოდ ჩვენი გეგმა მარტივად და მგონია, რომ ყველაზე სწორი პოზიცია. დიდი მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ.